Garmushams. Uy, brma ყოფილა ლევანესაც. Კაი, ჯურღუნ. Jam. ჯიხვი. იჟორი უღურე. გამარჯობა. დღევანდელი ვიდეო იქნება ცოტა განსხვავებული ფორმატით. გავაკეთოთ პატარ-პატარა სიკეთეები და ეგრე გავერთოთ დღეს. დღეს მე და ლევანი დავეხმარებით მიუსაფრ ცხოველებს. დღევანდელ ჩვენს აქტივობას მოიცავს ერთი ფიშოს სტერილიზაცია. ამჟამად ვიმყოფებით ლაგოდეხში და ლაგოდეხში ზოგადად არ არის სამწუხაროდ კლინიკა ვეტერინარული და ამიტომ მივდივართ გურჯაანში. მიყვავს ერთი ფისო და გზად სამწუხაროდ არის ძალიან ბევრი ადგილი, სადაც არიან ძაღლები, მიუსაფარი ძაღლები, გადაღრილი, გადმოყრილი, გაუბედურებულები და როგორც შევძლებთ დავეხმარებით წყლით და საკვებით. ფიშო მოვიდა. ეს არის ერთ-ერთი ადამიანის უპასუხისმგებლობის შედეგი ეს ფისო. მე ზოგადად მიჩვეული ვარ. სხვა უპასუხისმგებლო ადამიანების შედეგებზე პასუხისგებას. ეს ერთ-ერთი მათგანია. ეს ერთ და სხვა მრავალი. არ მოსწონს ხუთი, მაგრამ რა ქნას. მე დასწრში ვეკეთოთ რომ თუ ვინმეს გაქვთ სურვილი რომ მიუსაფრები დასახმარებლად გავერთიენეთ და რამე კოლაბორაცია გავაკეთოთ, ძალიან ღია ვარ ამისთვის. ამაზე კარგს ალბათ ვერაფერს ვერ ვიზამთ. ხო და არ დაგავიწყეს ზარეზილაკის კი რა. არ დაგავიწყეს არხის გამოწერა, ზარეზილაკის გააქტიურება, რომ სხვა ვიდეოებიც არ გამოგჩეს და ვიდეოს დამილაიქე და კიდე კომენტარი დამიტოვე. მოვედით გურჯაანში ვართ. აი გურჯაანში ვართ, მოვედით. დახერა ლამაზი არის. ფიშო ხო არ ნერვიულო, ფიშო. კიო ნერვიულო ფიცელს, მაგრამ არა უშავსო. მოვედით. ეს არის ერთადერთი ვეტერინარული კლინიკა მთელს კახეთში, მე მგონი, არ ვიცი მგონი ზუსტად. მგონი თელავშიც არის, მაგრამ აქაც არის და საკმაოდ კარგი კლინიკაა სხვათა შორის. უწევ რეკომენდაციას. თუნდება ნელა. ფისო შეიყვანეს უკვე სტერილიზაციას და დაახლოებით 20-25 წუთში გამოიყვანენ უკან მაქსიმუმ 9 საათი. ზოგადად ძალიან მარტივი ოპერაცია, სტერილიზაცია და ძალიან აუცილებელი მithumetes ჩვენს ქვეყანაში. და მხოლოდ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნებით და პასუხისმგებლობით აღჭურვილი ადამიანები მიმართავენ ამ მეთოდს. ანუ მე ეგეთი ვარ. ძალიან მინდა რომ ყველას კარგად ეცნოს სამქმედების საჭიროება მithumetes კიდევ ხალხს გაუხსნა ჩვენს ქვეყანაში და განსაკუთრებით რეგიონებში, იმიტომ რომ ძალიან ცუდი სიტუაციაა. ტრაქტორმა გაიაროს და მე თქვენი აზრით მაინტერესებს ლევან სტერილიზაცია კასტრაციასთან დაკავშირებით ჩვენს ქვეყანაში გთხოვთ ხაზი გაუსვათ აქცენტირება გააკეთოთ იმაზე თუ რაოდენ საჭიროა ეს ქმედება რომ ყველამ განახორციელოს. დასაწყისში ვიტყვი იმას რომ ეს არ არის ტანჯვა და მკვლელობა როგორც ბევრი აღიქვამს. გაიაროს ბევრი იმას იძახის რომ ცოდოაო ცხოველიო ესეთ რაღაცას რო აკეთებთ. ამას ამბობს მხოლოდ ის, ვისაც არ აქვს შეგნებული. რა? იმ ხალხს ვთქვი, ვინც ეგრეთ ფიქრობს. წარმოიდგინე, აჩენს კნუტებს, მე ამ კნუტებს რეგიონებში განსაკუთრებით მაიტა გოგოა გადავაგდოთო, აი ეგ ტიპები რო არიან, ხო იცი? ყრიან და საბოლოოდ მე კიდე აჩენს, კიდე ყრიანს და კუჩები გადავსებულია პატარა საცურავი კნუტებით და სადაც ჩვენ ხელი მიგუზდება და ჩვენაირებს კი დავსდებთ ამ კნუტებს და სახში უკვე 7 ცალია, აღარ მინდა ამდენი, გაასტერილოთ რა. ვისაც ამდენი კადა და ძაღლი ყავს სახლში, არ უნდათ, ანუ არ გვინდა რომ ყავდეს. უბრალოდ არის ისეთი მომენტები, რომ უჭირს და საცუდავი არსება როა და უსუსური როა, რა ვიცი, ადამიანი თუ ხარ, ესე ფეხს ვერ გადააბიჯებ და ვერ გაივლი, ხო? კიდევ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. ბევრი ადამიანი, მოგრძოებული ტვინები რო აქვთ ფიქრობენ, რომ თუმცა შვილი უნდა დედობა ხო უნდა, მამობა ხო უნდა, ხალხო ალაოთ ხო არა ხართ, რა სისულელეა. რატომ ადამიანებს ცხოველებს ისინი არიან ინსტინქტებს დამოკიდებული. პატაწუნა რაღაცა მოინტელექტო მაგვარი აქვთ, მაგრამ მათი მიზანი არ არის თამოლობის გამრავლება და დედობა და მამობა. ამოიგეთ ეგეთ რაღაც თავიდან. ზოგი საერთოდ იმას წერს, რომ ისე სексუალური მოთხოვნილება აქვს, ანუ ეგ თქვენ გაქვთ. მაგათ არ აქვთ. უბრალოდ ინსტინქტში უდებთ რომ უნდა გამრავლდნენ, თორე ამას არ გეგმავენ. მაგათთვის სრულყოფილი კომფორტის ზონა არის. თბილი სახლი, თბილი საწოლი, კარგი პატრონი, საჭმელი, მაძღარი კუჭი და დარწყულებული წყალიცად მიდის. დარწყულებული კუჭი. ტრიალებს საერთოდ შემოწმე, არ ტრიალებს გაჭედილი. არ ტრიალებს, სამკატობა მინდოდა. მე ძალიან მიყვარს საქანელები და სადაც მიდივარ ხოლმე, არაფერი არ ქანაობს და ვერ ვქანაობ. ძალიან ცუდი არის. სადაც მიდივარ ხოლმე ზოგადად არ არის საქანელები არ ქანაობს. ეხლა ხალხი რომ იყურებს, რაღაცა ისეთი ვიზუალი გვაქვს შორიდან, როგორ რაღაცა სერიოზულს ლაპარაკობთ და მე საქანელებზე რომ ვერ ვქანაობ, მაგაზე გამოთქვავ წუხილს და ზოგადად ძალიან მაწუხებს. ძალიან მაგარი. მართლა. აი, აქ
ჩვენ იდეალურად ვიცით სად უნდა გადავიღოთ კადრები. გურჯაანო შენ კახეთის გული ხარ? აბა გურჯაანში უკეთეს რა უნდა გადაიღო? ზოგადად გურჯაანში არაფერი არ მგონი ისეთი რაღაც ახტალის გარდა. მე მგონი ხო, რაღაცა სულ გახრიოკებული ადგილია ზოგადად. კაი ხო. გზაში წავიდეთ. ეს გაფუჭებულია? აი არ მუშაობს. მინდოდა კატაობა, ვერ კატავალა, ვერ ვიკატავე, არ მუშაობს. ის არ ვარგა, საქანელად ჩამოწყვეტილია. არ მუშაობს. რა. ჩემს გამომწერებში რატო უყვირი? ჩემს გამომწერებში თუ ხართ ვინმე ისეთი, ვისაც ცხოველები ყავს სახლის მოყვანილი პატარები გასართობად და მე რო იზრდებიან, აგდებთ ნახვამდის ჭები გამომწერების სიდან წამშალეთ კი არა როგორ არის. ან სუპს კი ვეგამიკეთეთ. მოდი ვითამაშოთ. სანამ ოპერაციას ვუყურებთ, თამაშობთ. მოდი შენს მოგცე მიკროფონს. მაგ ორი მიკროფონი მაგათხოვებ. მოიცადე. ხო, ფის რომ მორჩა მოკლეს წერილაციას, მე გავივლით, ვიყიდით საკვებს ძაღლებისთვის. და ნუ ქუჩაში რამდენი გაზოლტავებული ძაღლით შეხვდება და აუცილებლად შეხვდება, იმიტომ რომ აი ეს კახეთში დასავლეთის ეგრეა ზოგადად. გზები არის დახუნძლული და ესეთი ძაღლებით არ რომ ძლივს რომ დალასლასებენ. ადრე ძალიან ცუდ ხდებოდი ხომ და ძალიან ვისტრესებოდი, მაგრამ ეხლა რო გავიაზრე რომ მე არაფერ შეცვლა შემიძლია, მაქსიმუმ ნუ აი რაც შემიძლია ეგ არის რომ რაღაც ასე იგერ-აგერ დავეხმარო და მაზოლები მაქვს იმაზე უკვე სტრესები როგორ არის. კაი, ვითამაშოთ. ერთი 4 ადგილი დავიმახსოვრე, სადაც გასაცუდავებული ძაღლი იყო და გავაჩეროთ ხო. მე თვალებს ხუჭავ ხოლმე. კაი, რა ვითამაშოთ? შენ მოიფიქრე ლევან. კაცი ხარ და ქუდი გახურავს. გავიკეთო მოიცა? გაიგეთე. ხელში არ მომწონს. წეროები. აი მე როგორ მეზიზღება წეროები ვერ წარმოიდგენთ. იმიტომ რომ მე ზოგადად არ მიყვარს მოულოდნელობის ეფექტი. მე ვარ ძალიან სტაბილური ადამიანი და მიყვარს სტაბილურად ვაკონტროლებ სიტუაციას. რაღაცა უკონტროლო და არასტაბილური რომ ხდება. ძალიან სტრესავს, მაგრამ ეხლა ვითამაშოთ. იმიტომ რომ ლევანს შედავებით პატარა ხელები აქვს და საბოლოოდ ვერ დამეჭერს. მე დიდი ხელები მაქვს. აი შემოყავი ხელები. სამოგიეროთ. მაქვს საშუალება ტაში დაკვრა გინდა, შემოწმა გინდა. აქ არის ტიპი. მეც არა კარგია. ვაუ! ეს რომელია ტრაიცეპციო თუ რა. ტრიცეპს არის. ეგ რომელი ტრაიცეპს? აუ მეშინია მართლა. წეროები. მიფრინა. სად? გურჯაანში. რამდენი? 4. 1 1 2 3 4 არ დამშაღელში არაფერი. კიდე ერთი რაუნდი. ეს უსამართლობა იყო. წეროები. მიფრინა. სად? შორს. რამდენი? 1 1 წეროები. მიფრინა. მოიწიე. წეროები. მიფრინა. სად? შორს. რამდენი? 8 1 2 3 4 5 6 7 არა მარტყმებინო. აუ, როგორ მეზიწყება ეს მომენტი. კაი. აი ყურე, ჩავაგე ჩავაგდე. გარგინა. კეთკინა? არა. მე ეგომეთ. კაი, მოდი თავი. მე ვერც ერთი ვერ მოგიგე ხო? ვერა, ორი თნოლსა აგებ. და კამბექებ. მე რაში ვარ ძლიერი? მოდი ეს საკეხები ვთქვათ. მიდი აბა იცქვი ეს ქათა მექანიკა გადაგესრება ბარკა. 100 ვავერჩიოთ და იმადა თქვა ყველაფერი. ომოს სწრაფად. ჩუ. კაი, ჯურღმული. ჯამი. ჯიხვი. ჯუბა. ჯორი. ჯონჯოლი. ჯანჯაფილი. ჯინჯერი. ჯოლი. ანჯელინა ჯოლი. სახელი იცხოვა? ანჯელინა ჯოლი არ არის სახელი. ჯუმანჯი. ჯეჯგვი. ჯიჯილაყა. ჯაყო. ხარა თორე ხო. ჯი. ჯაფა. ოფლი შრომა ჯაფა. ჯენგო. ჯემი. გავიწერე რა. ჯანმრთელობა. ჯირკვი. ჯირკვალი. ჯოჯოხეთი. ჯიუჯიცუ. ჯიქი. ჯავრი. ჯომარდობა. ჯამაგირი. ჯებირი. რა სწრაფად ვიფიქრებ უბრალოდ. ტვინი მაქვს აი უსხარტესი. უჭი ესე მუშაობს. აღარ მინდა. წავაგე. წაგე? ვეღარ ვიფიქრებ მეც. ფისო კარგად არის უკვე გამოიყვანეს თავს გზნობს სამშვენირო და ეგრევე მოფხიზლდა ძალიან მალე და მარტივად. ვიყიდეთ სუგოების საჭმელი და წავიდეთ ახლა. და უბრალოდ გაჩხიკინებული ძაღლები. ვაიმე რა მახინჯვი ხარ შემოჩი. იქ მეორეც იყო კიდე. ორი წავალა კიდე იყო ერთი ესე მოსობს კი რა და დავინახეთ. კი წავალ. სამად მომეჩვენა რატომაც.
შეერზე კი არ არის ალბათ ამდენი კორმის ჭამა რეკომენდირებული, მაგრამ ესენი კაი ერთი კვირა ალბათ კიდე არაფერს ახარ შეჭამენ და გადარჩენისთვის თან ახლა უკვე ნელ-ნელა წამოვიდა ეს ცივი დღეები და როცა ცივა განსაკუთრებულად სჭირდება ძაღლებს საკვები წყალზე მეტად, იმიტომ რომ უნდა იმუშაოს ორგანიზმი და ენერგია სჭირდება. ახლა უახლოვდებით შემთთვის ერთ-ერთ საძულელ ადგილს. ეს ადგილი არის ფაქტობრივად უხეშ ნათქვა, მაგრამ ფაქტობრივად არის ძაღლების ნაგავს საყრელი. ну ეს ძალიან ისეთი ადგილია. როგორც ჩვენ თავის გამოზაყრიან ხოლმე ორსულ ძაღლებს, ძირთად დედლებს, ლეკვებს. ვაი. მეორე იქ არის. ეს ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ანალოგიურად არის ისიც, აშკარად წამალი სჭირდება, საბედნიერო წამალი წამოღებული მაქვს, ну დიპლომი კი რამდენად გამყვავება. არ ვიცი, აი კიდე მოდის ეთიცალი დედა. ვერ ვიტანა მაგას, არ ვიცი ხალხო. მაგოდე ხო სად გაქვთ გული, ან ემპათია, ან ტვინი, რანაირად შეიძლება ესე მოეცეთ ცხოველებს ვერ ხვდები უბრალოდ. იცი რა არის, წამალიც მოქვს წამოღებული და სამოიცდა, სად წავიღე წამალი? წამალი დამრჩა. კიდე მოვიდა, ლეონ, ვაი. კიდე მოდის, ეს გასტერილებულია საბედნიეროდ. ვაიმე, ეს რა არის? აწუარა, უდეთი ვაიმე დედა. შინგად მოგაგდო. ეს რა არის უგურე? ვაიმე რამდენი არიან? საბედნიეროდ არსებობენ თითოეულ აკეთილი ადამიანები, ვინც აქ მოდიან ხოლმე და უყრიან საჭმელს და შეძლებისდაგორად მედიკამენტოზურადაც ეხმარებიან. და წყალსაც უშხავენ. გაიხარეთ ეგე თუ ადამიანებო და გამრავლდით. დანარჩენებო არა. როგორ გელოდება. აი, ძიბა. აუ, კიდე მოვიდა ერთი ძაღლი, ნახე რა მხელა. ჯუგ. უიმე, ბრმა ყოფილა ლევანეს, არც ერთი თვალი არ აქვს თქო და მაგიტო იყურებოდა ჩვენი ფოთოხალივით. მეთქი რა შვება. ამოსიებული აქვს თვალები. უიმე, აჰა, დედო, აჰა. მე ძაღლის ნაკადი არ წყდება. მოდიან. ამეჩი რა მხელა ყურები გაქვს. მაგ საჭმელს ძალიან კარგი სუნი აქვს. არ ვიცი, რანაირად შეგიძლიათ ეს რაღაცების გაკეთება, რანაირად. თან მსგავს რაღაცებს უმეტესობა ისტილემენებ აკეთებენ, აი ძალიან მორწმუნეები და ღვთისმიერები რო არის ინტეგრი რომ აქვს თავი და დადიან რაღაც შესაკრებულებში და ეკლესიებში თუ რაღაც, ანუ ტყუილად იხართ. არანაირი ღმერთი თქვენთან არ არის და არ იქნება. არ ვიცი რა თქვა. და კიდევ ერთხელ ხაზგასმით, აი ზუსტად ამის გამო არის სტერილიზაცია, კასტრაცია მასობრივი და მასშტაბური საქართველოს მასშტაბით აუცილებელი, რომ აი ესეთი საზიზღარი და საძაგელი განუკითხავი სიტუაცია არ იყოს და ესე საშინლად არ დაიტანო ძაღლები. თან აქ ყოველმოსავალ სულ ახალ-ახალი ძაღლები არიან, იმიტომ რომ ზოგს ტურები ჭამენ, ზოგს გლები, რა ვიცი, ზოგს მანქანა ეჯახება და ადგილზევე ათავებს და ვიცი, ზოგს დაავადება კლავს, კატასტროფა. ჯო ხეთი. ძალიან მინდოდა რომ ამ ვიდეოში რაღაც მხიარული აქცენტებიც ყოფილიყო, მაგრამ არ გამომდის. ხო, მაგრამ არ გამომდის, იმიტომ რომ კი, ისე ვიყვირე ჩემთვის. ჩემთვის ვიყვირე. მოდა რა სამოდ გამოვიწყდა. ახლა მეორე ადგილას მიტრიალდებით, იქ კიდე იყო. ანუ აქ რამდენიმე გაჩერებაა სულ და ამი ძალიან დავიღალე და გავიოფლე. რამდენი ფაროსანაა რა არის ეს? ხო, ძალზე მეტი ფაროსანაა. ხო, ვიცი, რამდენი არიან. ემოციურ ფონზე გზაში დამავიწყდა დასკვნის ჩაწერა. კიდევ ბევრი ძაღლი გამოვყვებით გზაში, უბრალოდ ისეთი წეწვა-გლეჯვა იყო ამ ძაღლებს შორის, რომ არ იყო სიტუაცია გადაღების. აღარ გადავიხეთ. მე ძალიან მინდა რომ ესეთი ვიდეო უფრო მოგეწონათ ვიდრე რაღაც სიცანც არის და ანუ ისიც ძალიან კარგია. უბრალოდ ისიც კომფორტი ზონაა ჩემთვის. ეს არ არის კომფორტი ზონა, მაგრამ მსგავს რაღაც დროს ავაკეთებ. ძალიან კარგად გრძნობ მე თავს. თითქოს ადამიანური პასუხისმგებლობა და ადამიანური ვალი, რაც წესი ყოველთვის მოკესრია ზოგადად ნებისმიერ ცოცხალ არსებასთან მიმართებით, როგორც ადამიანთან, ისე ცხოველთან, თითქოს შევასრულებ. ნუ მწირი დოზით მაინც. საერთო ჯამში მე პირდად ამ ვიდეოთი ვარ ძალიან კვაყოფილი. რა სჭამ გუდი? უმეცია. აუ, თქვენ დებილები ხო არა ხართ? ამას სჭამდა. ფარდისაკის სჭამდა. ამნაირად იყურება ეხა ჩუტინოეში. გუიოდი. ვიხარი, მოგწონს თუ არა, როცა შენ ერთ უმკალეს ვეხმარებით. ნუ მოკლედ დღევანდელი ვიდეო მივახოლ. დასასრულს სულ ეს იყო, რაც იყო. არ დაგავიწყეთ მეგობრებო არხის გამოწერა, ზარისგალკის გააქტიურება და ლაიქება ვიდეოსი და კომენტარის დამიწერეთ. თქვენ თუ გიყვართ
ზოგადად ცხოველები. მიუსაბრების მიმართ რა დამოკიდებულება გაქვთ? როგორ ეხმარებით მათ გამიზიარეთ თქვენი მეთოდები კომენტარებში. თუ რამე საინტერესო იქნება, მეც გავითვალისწინებ აუცილებლად. ნახვამდის.